მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღუაშვილი ვარ. მთავრობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს, ერთი რეისი უკვე შესრულდა. ნარკოდანაშაულის მორიგი ფაქტები გახსნილია, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები. ამ წუთებში ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. შემდეგ საქართველოს სომხეთის მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ. დეტალებს მაკუნა აბულაძე გაგვაცნობს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა ზუსტად ამ წუთებში დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებმა ახლა გაფართოებული შემადგენლობით გადაინაცვლეს მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე. ბუნებრივია, საკმაოდ ვრცელია ის საკითხები, რომლებზეც ქართულ-სომხური მხარე ისაუბრებს და ორივე ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის რაც წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში რეგიონში განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიური ძალისხმევის განვითარებას, გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებისთვის და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო. ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება იქნება, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით შუა დერეფნის კონტექსტის აქტუალობა და ამ დერეფანში სომხეთის და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, შესაბამისად სამომავლო გეგმებზე სწორედ კომისიის სხდომის ფარგლებში იქნება საუბარი, მით უფრო რომ წინასწარ უკვე ცნობილია, რომ სწორედ კომისიის სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერება ეკონომიკური თანამშრომლობის ოქმსაც. სომეხ კოლეგას უკვე შეხვდა ქვეყნის პირველი დიპლომატი, ამ შეხვედრაზეც საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელობას, გამოწვევები, რომლებიც არსებობს და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება. ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა, ოფიციალურ ვახშამზე გუშინვე უმასპინძლა მას მთავრობის მეთაურმა. როგორც უკვე გითხარით, დღეს დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ მედიისთვის ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება და უფრო მეტი მთავარი გზავნილების შესახებ სწორედ ამ განცხადებების შემდეგ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, ნიკოლ ფაშინიანის და ირაკლი კობახიძის მიმართვას ჩვენი მაყურებელი პირდაპირ ეთერში მოისმენს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ამ წუთებში გაფართოებული შემადგენლობით მხარეები მთავრობათა შორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომას ესწრებიან. პირდაპირ ეთერში მაკუნა აბულაძე საუბრობდა. საპარლამენტო დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავს. დეპუტატები უკვე შეხვდნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანს, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ სენატორ სტივ დეინს. საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს ესწრება საქართველოს ელჩი ამერიკაში. დეპუტატები რესპუბლიკელი კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას მიწვევით მონაწილეობას მიიღებენ სუვერენული ერების ალიანსის სამიტში. ქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნისთვის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი და რაც მთავარია, საუბარი ქონდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ. ჩვენ დაუდასტურეთ მზაობა, რომ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ახალ შეთანხმებაზე, რომელიც იქნება მიმართული ორმხრივი სარგებლის მიღებისკენ. ომანიდან თბილისში საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ, სპეციალური რეისი მთავრობამ უზრუნველყო. დღეს კიდევ ერთი ფრენა შესრულდება, ამჯერად რეისი დაგეგმილია საუდის არაბეთიდან. სიმშვიდე ერთიანობაში, უბრალოდ რთული ესეთ ვითარებაში ბავშვთან ერთად ოჯახში არ შეგიძლია დაბრუნდა.
ჩვენი ქვეყანა და ჩვენი თავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია ეს მოქმედება რა. ხანდახან გვესმოდა რაღაც ახმები, რომელიც გვაშინებდა. ღამე ირთვებოდა ალარმი და არ იყო ხა ეს სასიამოვნო გვეშინოდა და ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ავიახაზებს, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა. დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა და მართლა ჩვენ სახელმწიფოს ყოჩაღ, იმიტომ რომ არც ერთ სახელმწიფომ ესეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს და ყოჩაღ ჩვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ზუგდიდში ერთი ადამიანი დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ორშეკვრად დაფასოებული სარეალიზაციოდ გამზადებული მეთადონი, დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა. დროებით საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობების შხრეკის შედეგად ამოღებულია ბუპრენორფინი და გამომშრალი მარიხუანა. დანაშაული 20 წლამდიან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ქრონიკა დასრულებულია ველოდებით საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივ განცხადებას, რომელსაც პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დროებით.